ხო და ვერ ვინ არის თქო მაგას ვამბობ. ესადა ვარ შესული ფილმებში ვარ შესული. რატო არ აქვს შესული? გამარჯობათ. არ დაკეტეს კარი. გაუმარჯოს ხალხნებო. ცოტა არ იყოს ისა. ой, მეცხრე ეპიზოდი დადებულა. და დავაპაუზებ. მანამდე ვიდეო ჩავწეროთ. აი, ჩემი ნაძვის ხე. და კარგად, ეხლა ეს შემთხვევით რო გამოჩენილი იყო აქ პროფილში. დავიწყებოდა რომ ახალი წელი მოდის და ასე ლექნა რა. ანუ ნაძვის ხეც გავუმეჩინა. დავასწოროთ. არც ჩატრიცებში. რა. სადღაც სარბიცი. მე და ნინო ვართ სახლში. თმებისანა ვიდეო ჩავხდე, მანამდე შევიკარებ. შორენას ნერვოზი ებართება ხოლმე. დღეს მქონდათ მაგ ჩამოგაშლილად, რომ მეთქი ცოტა ძლივს ცოტა ფორმაში ჩავდექი გეფიცებით, რაც ეს სახში ვარ, წუხე რომ ვიბანავე და რაღაცა. თმა რო დავივარცხნი, არ შევიკარი რა, ანუ ესე გადასვლებილი არ მქონდა და დილას მომეწონა სასიამოვნოდ მქონდა თმები. სხვა ადამიანივით ვიყავი, ხო და როგორც შევიკარი ხარ, რადგან მე საჭმელს ვაკეთებ ხოლმე რაღაცას, ესე ვერა. ხო და ეხა მეთქი ჩავწერ ვიდეოს, იმიტომ რომ ისე გამოვა, რომ დღევანდელ დღესაც გავახალტურებდი. გუშინ უბრალოდ ვერ ჩავწერე ვიდეო, რაღაცნაირი დღე იყო რა, აი რაღაცნაირი. დილით ხო ჩავწერე, მე ხო ჩავწერე, დილით ჩავწერე. და რო თქვი რა ხავეთ ვიდეოს გავთიშო და წავედი მეთქი აბანოში ხო, არა, იცი რომ საძვიბანავე პირველზე ღამე. ჩემი ძმა და ძალი იყვნენ ბავშვებით, ცოტა გავერთეთ, კაი საღამო იყო. მე სანამ მოვალაგე თან პარალელურად ნინო ვერ იყო კარგად. სიცხე არ ქონა, მაგრამ ვერ იყო კარგად და მე რო დავაძინე, ღამე გაუსინჯე სიცხე დაახლოებით 12-ისთვის და მქონდა 38 და 3. მე ვიფიქრე ხარ რომ დავწვე მეთქი და დავიძინო, ზოგადად არ ვასმევ ხოლმე სიცხის წამალს, სანამ სიცხე არავა 38 და 5-ზე და ზემოთ არ წავა რა, ანუ 38 და 5-მდე მე სიცხის წამალს არ ვაძლევ. დამწევს და ძირითადად ხმარო პარაცეტამოლს, სხვა არაფერს. ხა პატარები რო იყვნენ ხოლმე, სხვა რაღაცას ხმარობდი ხოლმე კი, აი ეს რაღაცა ნუროფენი და რაღაც უღაცები იყო, მაგრამ ნინოს მით უმეტეს სეროფი არ რეაგირებას არ უკეთებდა და პატარა რო იყო ხოლმე, მაშინაც პარაცეტამოლს ვასმევდი ამას. და წავალ მეთქი თან ვიფიქრე, ხა დავიძინებ მეთქი და 1 საათში ბუძელნიკს დავაყენებ თქო რომ ავდგე და ნინოს გაუსინჯო, მაგრამ ეს სამი ხაზი რო ჰქონდა, უეჭველი მოემატებოდა, ავდექი და დავალევინე პარაცეტამოლი. მე 1:30 საათი დაველოდე რომ დაუწია და წავედი დავწექი დაახლოებით 3:30-ზე დავიძინე. პარალელურად სავარაუდოდ მე სიცხე მქონდა, ოღონდ არ ვისინჯა ხოლმე. რა ეხაც გძნობ რომ აქ, წეგან გავისინჯა 37 და ისევ მაქვს. ნინოსაც დავალეინე. დაგალეინე თავის დადეცი. არა, თავის დაეწია 38 და ნენელა თავისით ჩამოვიდა, არ დავალეინე. ჩაი დავალეინე მარტო. দেওয়ালে লিমনিয়ানি და აშო. ცოტა ჩაუწირა. აბა ჩაუწირა. აი ვერ გაიგებ? გაიაუწი ერთით. ჯუმანჯის უყურებს. ოღონდ ნორმალურად დაწექი ან დაჯექი, რომ თავი უარესთან გეტკინოს. აი ტახტირისთვის არის მიიღებდი მან და მიიფარე. ხო და როგორც კი დავწექი, აი უკვე რომ გაითიშები და გემრიელად დაძინებას რო დაიწყებ, ბარბარე დამადგა ჩქარადე და ნინოს სისხლი მოსდის. აბა წაბოხტი ჯერ საით უნდა ვეცი, ხო ვერ ახვდები იმ წუთას რო წაბოხტები, რაღაცა გავედი და ნინო დამუჭული იყო ესე, სავსე ჰქონდა დააცემინა. არ თავისით არ წაბოხტი, დააცემინა და ეტყობა ეს ვირუსის ფონზე, ეს კაპილარებში ცხვირში გაჭედილი რამე არ არის და აი არ ვიცი, საწოლი, საბანი, პროსტინა, ჩიხოლი თან მე ხო თეთრები მაქვს რა, ისე ლამაზად იყო ეს სისხლი, გეგონება ყური დაკლესო.
პლუს დაბლა ის პარკეტი, თუ რა ქვია, ლამინატი, თუ რაცა ქვია ხო. და თვითონ ძლივს ჩავდექი ფორმაში გეფიცები, რას სადავწმენდავდი, ვის რას უშვებ, თან ეს ვირუსიანი არ გამიცივდეს მეთქი, თან ჩქარა საწოლს გადავაკარი, აბა ჩქარა დავაფარე, ჩავათბუნე, გაურჭე ტამპონი ცხვირში და დავაწვინე. კარი დავტოვე მე ღიარო თუ რაღაცა მეთქი უფრო ადვილად გავიგო რა. წამოველი დავწექი. ვიფიქრებს, იო, ეხა გავითიშები სადღაც 4-ისკენ. დავიძინებ ძლივს მეთქი მეშველა აღარაფერი არ იქნება რა და როგორც კი ჩამთვლიბა და ახლა ეს მოვიდა ნინო. ტუალეტში გამომყევიო. აი მე ვფიქრობ ეხლა რა წამოვუხდი ეხლა და არ ბეინე. მერე გამოველი ესენი იყო ჩართული გარეთ განათებები. ეს თვალები ისედაც ხუთკიოდა და ამ განათებებზე უარესი გობივიდა ძლივში გეფიცები და დავწექი და დავიძინე სადღაც 4 საათზე მეძინა უკვე და მეშველა რომ დამეძინა და კოკი დამაცადე კოკი ხო და ეხა დილას ველოდები რომ ავდგე და ველოდები რომ ძირთად ნინოს როდესაც სახში ვარ ხოლმე სადღაც არ ვდგები ხა შვიდზე ვერ მოგატყუებ და შვიდზე ვდგები და აი მე რაღაცა ვატრიალებ ვიყავ და აი ფეცარა ვდგები ოღონდაც რა თუ საქმე მაქვს ხომ არა როცა არა გაქვს საქმე და რაღაცა რატო და თან ისა მქონდა გამამართლებელი საბუთი რომ სიცხე მქონდა ხო და თან რომელიც ადერო დაწევი და ველოდები რომ ნინოს წამალის ბუძელნიკი დარეკავს 9:30-ზე და მივხვდები რომ 9:30-ია და მაგით განსაზღვრავ ჩემი ადგობის გრაფიკს არა რეკავს თან მაგრა გემრიელად ამძინავ მაგრამ თან ვფიქრობ რომ რატო არ არეკავს დავიჯერო ისევ ადრია და ესე გვიან დაძინებული ესე ადრე რომ გამოველი მდგომარეობიდან ეს მეყოთ ხო და არ რეკავს რა და ბოლოს ავდექი რა ხა დავასწრებ ალბათ 8 საათი იქნება მეთქი ჯანდაბას და სანამ ავდგები ხელი პირი რაღაცა და დარეკავს რა და ნინოსაც შევხედავ ავდექი საათს დავხედე და რომელი საათია თქვენი აზრით არა პირველის ნახევარი ახალგაზრდა ქალს 93 შვილით გავიღვიძე პირველის ნახევარს ესე იგი ისე ყოფილი ვარ გათიშული ახლა ლაშაკი გეკავს დაიცათ ეს წამი ხო და ხალხო ავდექით მაგ დროს და ისე მეძინა გათიშული ისე ვიყავი რომ 9 ნახევარზე ანუ ბუძელნიკი რეკავს ხომ სადაც 2 წუთი გადაბმულად მე ჩერდება და 5 წუთში კიდე 2 წუთი ესე იგი ისე მეძინა რომ თავთან ბუძელნიკიო კიო და ვერ გავიძე გამოველი ამასაც ეძინა ნინი ბარბარიცის დროს კეფი თაფად ვიყავი ჩათვედილები ივანეც ხوار იყო სახში და ამინდიც ეგეთი იყო აი მოგრუბლული და გონია რომ ძალიან დილა და ესე ძვირფასად ავდექი მაგრამ რუავდექი ნუ ლაშას გამოიშოქა თამი რაღაცა არ შეუწუხები ვარ მაგრამ იმდენი რამე მოვასწარი ხალხო 5 საკლი 10 წუთი იმდენი რამე მოვასწარი ოღონდ მართლა დავაბინავეთ თევზები რაღაცები იყიდა საახალწლოდ ეგენი ეხა ისპანახს და ეგეთ რაღაცებს ეწოს ისპანახი ხალხო 4 და რაღაცა თქვა კიდე ისაო 8 ლარიო ბადრიჯანი საოცრები არ მიდა შეიჭირვე არც ისპანახი არც ბადრიჯანი გავაკეთებ შეიტა გაიტას და შევჭამ ცოტა ბევრს გავაკეთე ეხლა რას ვაკეთებ ამით მართალია მაგრად მეზარება მაგრამ ლაშა და ბარბარე წავიდნენ ლილოში ჩაუტანეს სოფლის ნობათი რაღაცები ყველი იყიდეს გუშინ ესა შემაძნო და რა რომელიღაცა სადღაცას იყვნენ წასულები სოფელში საცხა იგი ეგეთი რაღაცები ჩაუტანა რა და აბარა ჩვენებმაც და იქ წავიდნენ და ეხლა ჩვენ ხო როგორც თაფად ჩაცვენილები და ცუდად მყოფი ადამიანები გავაკეთე ნანუშკის ლავაშის რეცეპტი ეხლა ჩავდავდე უკვე ის ეს მოვზილე რა და ეხლა რო ჩავძელ დავდგავ კარტოფილს არაფერ განსაკუთრებულ და ვიფიქრებ პერაშკებს გავაკეთებ მე მაგრამ ვატყობ რომ პერაშკების თავი არ მაქვს
ამიტომ რადგან შევპირდი ნინოს და მეც მაგრათა მშია, დავდგავ ხა პიურეს და როგორც ხაჭაპურს ეგე გავაკეთებ იმ ლავაშის ცომით. მოსულა. ამ შოება ხა გრძელებს და თითო შეჭამენ თუ ერთ წელს გაჭრია. აი ეს. იონეზე რა შვებაო როგორ არისო რა შვება იონე კარგად იმგზავრეს ძალიან კარგ დროს ატარებენ დარდიც არ მაქვს საერთოდ რომ დავრეკო როგორ ახარ იონე ან ეს ხო არ აქჩის იმიტომ რომ ორი მშობელია წასულდა ეკა ისეთია მით უმეტეს რომ რა ვიცი საკუთარს არ მიხედავს ისე როგორც სხვისას პლუს მასწავლებლების ყურადღებაზე აღარა მაქვს ლაპარაკია თან დიდები არიან და იმდენად კაი ჯგუფია და იმდენად უყვართ ერთმანეთი აი აზრათაც არ მოგივარო მოდი აბა წავიდეთ და ნახოთ რა ხდება წავიდეთ რა გაცოდავ დავრეკო და ვიკითხო თქო ხო და ეგევე ჩავიდე არ ჩავიცვა არა უნდა ჩავიცვა ხალათ ჩავიდეთ კაი ხო და ani ხალათი გავურეცე ხა გავაშურებ და ამისი გარეცხვის დრო მოვიდა. იმიტომ გაბედულად მოვკიდებ კარტოფილიან ხელებს. დღეს აქვს კონცერტი, გუშინ მირეკავდა. დილას მირეკავდა ბავშვი 11:15 წუთზე და გაუცებული იყო დედა სად ვიყავი შვილო და ისე ღრმად მეძინა შენ კი არა რუსი ვერ გამაღვიძებ და მე უთხარ ხო და მე ვურეკე რა და ვიცეკვე თუ მაგიტო ვერ გიპასუხეო და ეხა დანარჩენებსაც ვიცეკვებთო და ერთი სული მაქვს ნახოთ ცეკვის ვიდეოები ერთი ცეკვა იცეკვეს ქალაქური თუ რაღაცა კინტაურის მსგავსად თქო კინტაურის ფორმით არა ჩოხებით და რაღაცა გოგოებს ულამაზესები, უსაყვარლესები და მინდა რომ ეგ ვიდეო ნახო დროულად რა თელი ცეკვები და ველოდებით ეხლა შობელს ეკას რომ გადაიღოს და ნახოთ ჩატში როგორ იცეკვეს. აი სიამოვნებით წავიდოდი გეფიცები რა. მიყვარს ცეკვაზე, მით უმეტეს აი ცეკვაზე რომ მიდიან მშობლების რომ მიდიან მეც მინდა ხოლმე რომ წავიდე და იქ ვიყო იმენად კაი სიტუაცია ხოლმე, მაგრამ ერთი რომ მიდის, ერთი ჯგუფი რომ მიდის და ესე ისახში მყავდა, ვერ ტოვებ, მithumetes ნინოს. და ეხა მაისში თურქეთში აპირებენ. ან ბარბარეს ჯგუფი მე მგონი თურქეთი. იონის კიდე სხვაგან არ ვიცი, ცალ-ცალკე წავლენ სავარაუდოდ და მან კი ყველა ვარიანტში მე მგონი ნახოთ როგორ იქნება, უნდა წავიდე. ჩვენ აქ მიგაყუდოთ ხო არ შეწუხდებით. ეს არის ცომიანი კოზია. მაციებს რაღაცნაირად ჯანი მიკანკალებს, მაგრამ შევპირდი ნინოს აუცილებლად გავუკეთებ კარტოფილიანებს. ძალიან მალე ვიზავრა პერაშკებს არ ვაკეთებ, რა ვიცი, რამდენი ცალი გამოვა, გავხდეთი 4 ცალი რო გამოვიდეს. კარტოფილი მზად არის და ნანუშკის რეცეპტი კიდეს იმისი, რა ქვია, ლავაშისა იმდენად თხელია, რომ წამებში შრება, კი არა და წხვება. აი ეს წყალი მოვიდა. აი 24 საათიანი წყალი გამოვუშვით წეღან ჰავავსეთ ყველაფერი ისევ დავკეტებ. აღარ იყო და ეხლა მას რო დავდგავ სადაც 1.5 საათი ყველაფერი დასჭირდება და მე და ნინო წამოვწევით ოთახში და ვიქნებით და დავიძინებთ რაღაცა იმიტომ რომ მეც მაკლია ძილი არ ამძინებია საერთოდ გებდებით ქალი შუადღებები ძილა და რა ბძინებია მეტი რა დაგუსითო აბოფარა აი ეხა მინდა პატარა ქვავი ამ ქვაში ჩავჭრი ბარემ და საქვით აქ მაქვს პიურს ვაკეთებ ხოლმე მასე ანუ ხინკლისთვის და აი ესეთ რაღაცეებისთვის პიურს ისე ვაკეთებ დავჭრი ხოლმე
ხახუსაც ესე ჩავჭრით ხოლმე წვრილად არა ჩვეულებრივ ეს კარტოფილივით ვინია აი ესე ოთხად ამასაც ჭყლეტავ ხოლმე ზეთსაც ახუშვები მარილსაც ახუშვები და ეგ დამთავრებულია პირველ მზათა წლები ესე ვაკეთებ და უგემრიელად გამოდის ხოლმე ვისაც არ უნდა გემო შეჭავს ოღონდაც არა კომერტალი ვარ კი ბატონო მაინე გუში წირო სურათი წავიღე და გადდის ავქენი უმისთვის შეკვეთა რომ მქონდა და რომ წავიღე ხო კი მინდოდა რომ Facebook-ზე დავედო და აღმოჩნდა რომ სურათი არ გადავიღია ასე რომ რუსა სურათი გადავუხმე და გამომიგზავნე რა რომ Facebook-ისთვის მინდა არ გადამიღია ეგეთი რაღაცა მომსვლია კი არა ერთხელ აი ესე ეხლა მას ზეთს ვუზავ მარილს და ავანთებ გაზიც გავხეხე ქალივითა ვარ აი მარილი გავითავდა სულ რა იყო შენი რა გული გამიხედი ყველის გუში ყველი რომ მოიტანეს ყველის წყალი გავაკეთეთ და მე რა ალაშენ გააკეთა და იქ ჩადო ყველი და რამდენი კილო 3 კილო მარილი ხონა და 3 იქ უთქირე აუცილებლად მუშვები ხოლმე დაღერგილ წიწაკას ან მე რომ მიყვარს არ ვიცი მაგრამ არ ვამწარებ გემოვნებისთვის საჭირო მწარე მიყვარს მე მგონი წინა ცხოვრებაში მეგრელი ვიყავი ეს კოზით გავრეცხო პარე ყველაფერი გზად კიდე კაი წუხელი გაგვიან ეს ავქენი ჩვენი ოთახები დავალაგე არ გიდარვა ინთო აი მე ეს ამას ჩაუწევ ჯერ აუწიო კარებს უნდა დაუდო ეხლა ეს განწოვი არ მინდა ტყუილად ჩავთ ესე იქნება და გავავორთქ იცი წამოდი ცოტა ფქვილი გამოვიტანოთ რადგან ეს უნდა ჩავზილო და ფქვილი ჭირდება აი რა კარგია ისე რა ვქნებ ცოტა გვიან რო ადგებ რომ მალე ღამდება და ძილის დროც მალე მოდის კარებიც დავკეტო აი ესე ცოტა ფქვიში ჩავყრე ჯამში რომ ჩაზელვისას მჭირდება ხო და ჩვენი კარტოფილის ხახვის და ეგეთი რაღაცების მარაგი აი აქედან იქნება გაყვანილობა ნახეთ სად არის დახვეული და ხო ვერ განახეთ როგორ ანათებს ხამე მთელი აი ეს პლოშადკა ნახე სუახლა რთულია თავის ტოლბებიანად და აი მაზეც არის ხეივანზეც ისე რომ ლამაზი არის მაგრამ ისა რა ქვია მე თვითონ ვერ აღვობ ციმციმს თუდად ავხდები არ შევითი იონემაც მითხრა სხვათა შორის რომ ციმციმებს ღამეო ამი დავწოვეთ ცოტა ხანი რასთან დავწოვეთ თვალებში პირდაპირ არ უმტყავს მაგრამ რაღაცაით არაფერს ამოვნებდა ეხლა გუში რო ივანი არ იყო დავტოვე ბოლომდე მთელი ღამე ივანეს ოთახში სქელი ფარდა არ მიფენია სპეციალურად რომ ზედაც მუქი ოთახია და არც ძალიან თხელია ის ფარდა მაგრამ ერთი მაქვს რა რომ მე ეს სქელი ფარდა სადაც კიდია ხოლმე დაბლა არ გაგიკვირდებათ რომ გეტყვით რომ
ნესტს იკეთებს, ანუ სადაც კედელსა და ფარდას შორის ადგილი არის, იქ დაბლა, ფანჯრის დაბლა და არ არის საჭირო საერთოდ იონის ოთახში, არც გოგოების ოთახში არ გამიკეთებია სქელი ფარდა. აი ესე გადავაფაროთ. წეს თამას პარკი უნდა, მაგრამ არ უშორა მოსულა ესე. ორი წამთხელები გადავებან და წავიდეთ მაღლა. რა იყო? ახლა მეც ამშია და ნინოსაც რა წავიღოთ. რა შევჭამოთ მე და ნინიკომ? მაკარონი გვაქვს. ორი ჭიქა გვაქვს. მეცა იმას წავიღებ ყურია ჭიქებს. ეს ერთი და ეს ორი. გვაქვს წვენი. ჩავიდო ჯიბეში. ეხლა გვინდა ჩანგალი. კიდე რა გვინდა? ჯამები, მათლაფები, ან რაღაცა ეგეთები. არ ვიცი რამდენად წავიღებ ერთიანად, მაგრამ ყოველ შემთხვევაში დანა გვინდა პამიდორი უნდა ნინო სენდობება. დანა მე პამიდორის მოყვარული დიდად არა ვარ. არ ვიცი რატომ, მაგრამ არა, როგორ არ ვიცი. ანუ იმ გემოს ვეღარ ვატან, რასაც ბავშვობაში ვატანდი ხოლმე. ზაფხულშიც კი აპაპაპ. ისე შეიძლება გავიდეს აი დღეები გვებს პამიდორი რო გაქვს ხოლმე, რომ აი არ მიჩნდება სურვილი რომ პამიდორი შევჭამო. ეს ჩოთ. ასე ავიდა რა ვქნა, ბაერთა 9 ჯერ ჩამოსვლას არ ვაპირებდა. მე კიდე სამზარეულო პრობლემა აქვს. კი მეუბნებით ხო მაღლა გააკეთე. მეც ვიცი რომ უნდა გავაკეთო მაღლა, მაგრამ ვერა ჯერა. ჯერ ვერა თორემ სამომავლოდ ძალიან დიდი სურვილი მაქვს. იონე სანამ სულს მოიყვანს გავაკეთო მაღლა სამზარეულო, იმიტომ რომ მე როგორც ვირბინე და ზემოთქვებოდ და დავრბივარ და ეხა კიდე რა მიჭირს ცხელი წყალი მაქვს, მთელი წლები ისე იყო 9-8 წელი ისე იყო, რომ გარეთ რეცხავდი ხოლმე, ცხელი წყალი არ მქონდა. ასე არ ესე არ მქონდა და ვაცხელებდით და ქეთლებით რეცხავდი. ხო და არანაირი სურვილი არ მაქვს, რომ ჩემარ ძალმაც ეგე იბინოს ზემოთქვებოდ და ესე ძალიან ცუდი იყო ეს. მთელი გულით მინდა რომ ყველაფერი გავაკეთო. წემალი გვინდა? არ გვინდა წემალი. მოკლედ ხარხნებო და გემშვიდობებით ხა მომავალ ვიდეომდე. მას ჩავწევ, ვარ დამავიწყდეს. ვირუსები არ გაგიკვირდებათ ეხლა ჩვენ რო გვაქვს, იმიტომ რომ ქვეყანას აქვს. ამიტომ როგორც ქვეყანა ისე ვართ ჩვენც. თავარია ეხლა იონეთის ლაშასწავლები დავაბარე მოიტანს და დღეს უკვე დავაწყებინებ ნინოს ანტიბიოტიკს, იმიტომ რომ ფაქტიურად მესამე დღე გამოდის, ხან არ აქვს, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ხო აქვს სიცხე და აუცილებლად ანტიბიოტიკს მივცემ. ყელსაც მივხედავ. ერთი 5 დღე დავალევინებ ამ წამლებს. ჭიტები ვიდეთ. მე კიდე წამალს არ ვსვავ ხოლმე. ძალიან იშვიათად რომ მე წამალი დავლევ, იმიტომ რომ 27-ზე რა უნდა დავვლი, არც ავსვავ. მე სიარული და მოძრაობა ამას უფრო გამოვყავა ხოლმე მდგომარეობიდან. ასე რომ საერთოდ ისეთი არაფერი მაქვს, ყველაფერი გავაკეთეთ, ლაშა მომეხმარა დღეს ისეთი არაფერი არ გამაკეთებინა, ასე რომ ეხავალ მაღლა სითბოში სანამ კარტოფილი მოიხარშება და მე ძალიან სწრაფად ვიზავ აი ამ ტაფაში კარტოფილიანებს და ისე ვავტრიალდებით და ახლა ჩაისთან ერთად შევჭამთ მე და ნინო ამას. ისინი ალბათ გვიან მოვლენ ლილოდან. ასე რომ დაგემშვიდობებით ხარხნებო მომავალ ვიდეომდე. აბა ჰე და აბა ხო. კარგად.